ეს ვიდეო შენთვისაა, თუ მზად ხარ გააცნობიერო. ჩვენი ცხოვრება მუდმივად მოძრაობს ორ უკიდურესობას შორის. დღე-ღამე, სიხარული, სევდა, კარგი, ცუდი და ასე შემდეგ. ამ უკიდურესობებს შორის არის წყარო, შენი ნამდვილი არსი, საწყისი წერტილი. ცენტრი ყოველთვის მშვიდია, ის არ აფასებს, არ ირჩევს, უბრალოდ არის. ყოფიერების სისტემა გაშორებს ცენტრს ყურადღების მოპყრობით. შედეგად გარშემო გროვდება ფიქრები, სოციალური ნიღბები, შიშები, მოლოდინები. რაც უფრო შორს ხარ ცენტრიდან, მით უფრო მეტია ხმაური და დაძაბულობა. როდესაც შენი ყურადღება მთლიანად მიმართულია გარე ობიექტზე, მაგალითად პირადი ურთიერთობა, მიეჯაჭვე ადამიანს, მთლიანად ჩართული ხარ მის ცხოვრებაში, ამ დროს ივიწყებ საკუთარ თავს და ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. ბალანსის აღსადგენად იქმნება სიტუაციები, რომლებიც იწვევენ იმედგაცრუებას, წყენას, რათა დაგაბრუნონ საწყის მდგომარეობაში. სწორედ ტკივილი გაიძულებს შენი ყურადღება და ენერგია საკუთარ თავში დააბრუნო. ამიტომ გეჩვენება ცხოვრება ემოციურ ქანქარად. გაბრუნებენ ცენტრში, მაგრამ ტკივნეული გზით. შენი მთავარი ამოცანა არ არის უკეთესი მეს შექმნა ან გარე სამყაროს შეცვლა. მთავარი ამოცანა საწყის არსში დაბრუნებაა, სადაც მუდამ სიმშვიდე, ჰარმონია და სიყვარული სუფევს. თუ როგორ დაუბრუნდე შენს ნამდვილ არსს, როგორ ისწავლო საწყისი წერტილიდან ცხოვრება, ამის შესახებ ტრანსფორმაციულ კონსულტაციაზე.